გამარჯობა, ჩემო უსაყვარლესოებო, როგორ ბრძანდებით პირველ რიგში? ხო ხართ კარგად. ახლა ნახეთ რა სიტუაცია არის. გუშინ იყო საუბარი, ანუ ეხლა ამას იმიტომ გელაპარაკებთ, რომ ჩაიწეროთ და სანმე ატვირთოთ აუცილებლად, იმიტომ რომ ანუ სხვანაირად ვერ გაწვით ჩემ ხმასა. ძალიან გთხოვთ, ახლა რაც ხდება, უცებ ვიდეო სახედაც დავდებ TikTok-ზე, მაგრამ აი ჩემი საუბარიც ჩაიწეროთ. გეხვეწებ ის ვიდეოები აქ გააქვს. რო გააძრო, ჰა? ერთი მასთვის მაიპა. ეხლა ნახეთ. გუშინ აი ესეთ სიტყვები გავაჟღერო, თინათინი არის მეთქი ყველაფერი თქო. და დიანას არაფერს არ ასწისკო და ეხა დიანას წამოწევის მიზნით, არ ვიცი, თინათინმა და დიანამ და კიდე ადამიანებმა მოიფიქრეს ესეთი რაღაც, რომ მხოლოდ დიანა მოსულიყო, გაიგე, აქ ოთახში, ამ ოთახში და ესე თინა მარტო დიანა მოდის, ლელუსთან მიდის, ეგეთი მომენტი ხო არასდროს გახსოვს, მარტო იმასთან აკია, ლელუსთან მოდის და არ ყვევს სიტუაციას, რომ წამოიწიოს დიანა, ხალხო უკვე მეცინება ამ ყველაფერზე დედას ვიცავარ და ესე იგი თინათინმა აი ესეთი რაღაც მანახა ხალხო, აი ესეთი რაღაც, არ ვიცი რას ნიშნავს, შეგიძლია დამიწეროთ კომენტარებში. არა, კომენტარებში არ დაწეროთ. აი ესეთი რაღაცა მანიშნა არ მანახა. ხო და ეს რაღაცა რომ მანახა ხალხთან ცუდად რო არ გამოჩნდესო, ერთმა დაამო, უნდა უთხრასო, მეორესო. გაიგე რომ შენ ცუდად მოიქეცი, თორე ხალხთან ცუდად გამოჩნდებაო და ეგრეც მოიქცნენ. აი ესე კარგად აარიგეს ეს ადამიანები, რომ თინათინო შენო ცუდი რაღაც გააკეთე და ეხა დიანა უნდა მოვიდესო და ამაზეო შენო უნდა კარგად გაკიცხოსო, გაიგე? და ეგრეც მოიქცნენ. შედიოდნენ ოთახში და ვიდეო მაქვს, როცა იძახე ეს სიტყვას, რომ თინათინი ეუბნება დიანა ცოტა ინერვიულე, გოგო. ცოტა ინერვიული შედიან და დიანა ეუბნება, აი ყველაზე ინდური სერიალი ხალხო, ყველაზე აი რა დადგმული კი არა, რავი, ყველაფერი. დიანა ეუბნება, წარმოიდგინეთ დიანა როგორია და ამას ეუბნება ეხლა, რომ შენ არ წამოხვალ იქ დღეს სადაც მივდივარ, გაიგე? დიანა რო უწყვეტა. და თინათინი ხო წარმოიდგინე. თინათინი ეუბნება, რატო მე დავიმსახურე? მე არ დავიმსახურე ეს? არა, შენ არ დაი აი ეს ხალხო ცუდად გავხდები ეხლა, ანუ ამ ყველაფერს უყურებ და თქვენ ვერ ამჩივთ ამ ყველაფერს. გეხვეწებით. ცუდად გავხდები, აი ჩვეულებრივი თუ ინდური სერიალია, რომელსაც მაყურებინებენ და აკეთებენ ეს ადამიანები, ხალხო. აგერა, მარიამიც აგერა. მეც ერთ-ერთი ბოლივუდის მსახიობი გავხდი, მეგობრებო შეხედეთ. ინდური სინს მივიხატე, ძალიან ჩვეულებრივი და აი ესეთი რაღაცები რო ხდება, ანუ აი აქ რა. მე გიკვირთ, ჩავახარ რატო ლაპარაკობს ამის ეს რა იყო? და ანუ არ მაქვს საშუალება რომ ხმა მოგაწინოთ. აი ამის საშუალებით მაინც გეტყვით, რომ აი ძალიან ჩვეულებრივი ინდური სერიალია ხალხო, აი მეტი არაფერი არა. და ის ხალხი ვინც აი ესე თავს უქნებს და იჯერებს ამ ყველაფერს, ნეტა აი რას ფიქრობენ, როგორ მაინტერესებს არ? როგორ ბრძანდებით? ვახჩემი ცუდად ვარ დედას ვიცავარ. კარგით ეხლა მაგის რო არ არის ხალხო ჩემს საგულშემატკივრო ჩატში გადმოდით იქ უკვე 48600 ფოლოვერზე ავედით ძალიან დიდი მადლობა ყველას აბსოლუტურად უღრმესი მადლობა ჩემო უსაყვარლესებო ანუ რა მაინტერესებს იცი ძალიან ეწყინათ ის ფაქტი ამ გოგოებს უყურე, აი კიდე ერთი ინდური სერიალი, მოდი. ანუ ისეთ თემებზე გვესაუბრებიან ეს ადამიანები, რაც ძალიან სენსიტიური არის ჩვენთვის და მნიშვნელოვანი ბავშვებო და თინათინი დღეს ძალიან გამოიყვანეს წყობილებიდან რა. ხალე გადაცემას ნახავთ და მეც გამოვედი მერე წყობილებიდან გამოიყვანესო, აი ესეთ რაღაცას მანახებს ხალხო, აი. ანუ ეხლა მე უნდა ვიყო ხო? ანუ ცუდ მდგომარეობაში მე უნდა ვიყო ხო? ეხლა ის რომ ანახა, ანუ ესეთი რაღაცას რო გოგო განახებს, ანუ შეიძლება ხო ეს და ის ჩვეულებრივად ანუ მარა აი მე ცუდა ეხლა აი რა მოგცემართლა ვიცი აი ეს არის ჩვეულებრივი ინდური სერიალი ახლა რასაც უყურებთ ხო? შევიდა და დიანა წარმოიდგინეთ ეუბნება
ბოლივუდის მსახიობის დონე იცითო, კიდევ პირიქითო კარგს ეუბნებითო, ანუ ანუ ნახე ხალხი გვირგვინებს მიგზავნოს, იციან რომ ანუ აქ ხო ხტები. ვაიმე, ძალიან შენით დაიწყო გვირგვინროგი კიდე ამაგრი ხადობა იყო, ნახე? არა. მეგობრებო, გადადით ახლა და ცოტა ხანში TikTok-ს დავდებ, ნახეთ, აუცილებლად დამაფოლოვეთ და